გიორგი კობერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჩაგვერთვება, რომელიც ხშირად წერს ხოლმე უკრაინის თემაზე, მივესალმები. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მოგესალმებით, გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენ რო გითხრათ, ამ დროისთვის რა არის ცნობილი ამ სამშვიდობო გეგმის შესახებ, რო უთხრათ ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს. ხო, ეს არის ის შეთანხმების ესე ვთქვათ, არსებული დოკუმენტი, რომელზეც უკრაინა ხელს ვერ მოაწერს, არ მოაწერს, ეს გამორიცხული ამბავია, რადგანაც ის თავის თავში გულისხმობს მსხვერპლის ან უკრაინის დასჯას და არა აგრესორის დასჯას. და თუ კი ეს შეთანხმება მსგავსი შეთანხმება, საერთოდ ამერიკის ესე ვთქვათ, ხელისუფლების მხრიდან იყო მართლაც დაწერილი, ეს როგორც მინიმუმ აგრესიულ რეჟიმებს, როგორიც არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთი იქნება მისთვის წამახალისებელი, რადგან აგრესორი არა მხოლოდ წახალისებული ხდება და არა მხოლოდ ტერიტორიებს იღებს ის ამ შეთანხმებით, არამედ მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, ვიმეორებ, ყველა დანაშაული ხდება ამნისტიის ქვეშ, შესაბამისად მას არ მოუწევს ამ დანაშაულზე პასუხისგება და მეტიც, ის არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და კრძალავდა აგრესიულ დაპყრობით ომებს, უბრალოდ ქრება და არა მხოლოდ ქრება, არამედ თავად ნატო, რომელიც ცივი ომის თავარი პირშუა, ის იღებს ვალდებულებას, რომ აღარ გაფართოვდეს. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის საბოლოო ჯამში საკუთარი თავის დადანაშაულება უშუალოდ მსხვერპლის მხრიდან და ასევე დასავლური ცივილიზაციის მეორე სვეტის, ამ შემთხვევაში პირველი სვეტი არის ევროპა და მეორე სვეტის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უზარმაზარი რეპუტაციული თვითზიანი და ეს რეპუტაციული თვითზიანი უკვე დამდგარია. რაც არ უნდა მოხდეს რუსეთმა ამ მიზანს მიაღწია. რუსეთის მიზანი არ იყო მხოლოდ უკრაინის გაჩოქება. მისი ერთ-ერთი მთავარი თვითმიზანი ყოველთვის იყო არსებული საერთაშორისო ტყის წესრიგის და სამართლებრივი წესრიგის სრული ჩამოშვა. სადაც დაპყრობითი ომები გახდებოდა ჩვეულებრივი ამბავი. ანუ ჩვენ თავად ჩათვალეთ თქვენ, რომ მსხვერპლს უწევს დემილიტარიზაცია. მსხვერპლს უწევს უარის თქმა საკუთარ ტერიტორიებზე, ფაქტობრივად ეს ფაქტობრივი უარის თქმა კარგად გვესმის, რომ სინამდვილეში და დე იურეს წინაპირობაა რა, ანუ სამართლებრივი აღიარების წინაპირობაა, რაც ყველაზე მთავარია, ის მას უწევს ისეთი რაღაცის გაზიარება რუსეთთან, რამდენად ცოტა ისე არ ნაშღერდეს სასაცილოდ, როგორიც არის ზაპორიჟიეს ენერგოდარის ატომური ელექტროსადგურის არსებული რესურსი. ანუ გამოდის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარი მიღწევების, საკუთარი ქვეყნის გაზიარება უწევს უკრაინის კაპიტულაციის წინაპირობაა და ერთად დავამატებდი ის არსებული მუხლობრივი ჩადება, რომელიც გულისხმობს, რომ 100 დღეში უკრაინაში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ასე შემდეგ, გულისხმობს, რომ რუსეთისთვის ეს იქნება სრულმასშტაბიანი თავისუფალი მოქმედების სივრცე უკრაინის შიდა პოლიტიკაში, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან რთულია მან დადოს ახლა ის შედეგი, რომ რუსები მოიყვანოს 100 დღეში, მაგრამ ეს იმის სამფუძველი იქნება, რომ შექმნას ქაოსი ამ ქვეყანაში პოლიტიკური და კიდევ ერთი რამ, რაც ასევე უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ უკრაინის შიგნით არსებობს ცალკეული მიმდინარეობები, ცალკეული ხედვები და ასე შემდეგ და რუსეთისთვის აუცილებელი კი არ არის მაინც და მაინც პრორუსული ხელისუფლება მოვიდეს. არა, მისთვის აუცილებელი არის იყოს ქაოსი უკრაინაში ამ ომის შემდეგ. იმგვარი ქაოსი, რომ მან მართლა დასავლეთთან ამ ინტეგრაცია, რასაც იქ მუხტში წერია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის და წარმოების უფლება აქვს, ასე შემდეგ. მართლა ეგ კი არ იქნება. არამედ უბრალოდ იმის დრო აღარ უნდა კონდეს უკრაინას, რომ ელემენტარულად მოიფხანოს და მართლაც იფიქროს მის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. გასაგებია და აი პრინციპში თქვენი აზრით რა აი ევროპის ქვეყნების პოზიცია რა უნდა იყოს აქ და უკრაინის პოზიცია გასაგებია არ აწერს ხელს, მაგრამ პრინციპში რეაქცია არის კი რომ განვიხილოთ. რეაქცია არის თავშეკავებული, ბევრად უფრო თავშეკავებულია, ვიდრე ადრე იყო ხოლმე, როცა ჟღავდებოდა რაღაცა გეგმები და ეს ტაქტიკა არის თუ გაპირობებულია უფრო იმ ძიმე სიტუაციით, რა სიტუაციაც ახლა უკრაინაშია, თუნდაც იმ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით. ხო, მოდი ავიღოთ თავად ფაქტი, როგორი პოლიტიკოსი არის დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპი ყველაფერზე ომავს თავისი პერსონალური ხედვით. მას პირზე აკერია მუდმივად ის ფრაზა, რომ პუტინი მისი მეგობარია. საერთოდ პოლიტიკაში, საერთაშორისო პოლიტიკაში, ლორდმა პალმერსტონმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თავის დროზე ძალიან სწორი ფრაზა თქვა, რომ ბრიტანეთს არ ხავს მუდმივი მტრები და ბრიტანეთს არ ხავს მუდმივი მეგობრები, არამედ ბრიტანეთს აქვს მუდმივი ინტერესები. რადგან დონალდ ტრამპს ეს დაუწყებული აქვს. რადგანაც რა გასაგებია რადგანაც, იმიტომ რომ ის სტანდარტულად არ არის საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკოსი, ის სტანდარტულად არის ქარიზმატული შოუმენი,
მაგრამ და მას კარგად გამოსდის ეს თქვა შიდა შოუმენობა, შიდა პოლიტიკის შოუმენობა, თან ისეთ კაპიტალისტურ ამერიკაში, როგორცაც ახლანდელ რეალობაში ვხედავთ, მაგრამ დონალდ ტრამპი არ არის არც რეიგანი, დონალდ ტრამპი არ არის არც რიჩარდ ნიქსონი, რომელსაც საგარეო პოლიტიკას სხვადასხვა კარგად ესმოდა შიდა პოლიტიკისგან განსხვავებით, მაგრამ დონალდ ტრამპი არის ის რაც არის. მას უყვარს საკუთარი პოლიტიკის წარმოება ძალიან საკუთარი პერსონალური პრიზმით. ამიტომაც მას არ უყვარს თორსა არ აქებენ. მას არ უყვარს თორსა მასზე ცუდ ლაპარაკობენ და ევროპამ ეს კარგად ისწავლა. ამიტომაც მოსალოდნელი იყო ევროპის მხრიდან ესეთი რა მშრალი ფრაზები ის რო არ გააღიზიანონ, ჯერ კიდევ სჭირდებათ ამერიკა პირველ სვეტს, ესე ვთქვათ, დასავლური ცივილიზაციის, ჯერ კიდევ არ არის ევროპამსაც სრულად იყოს დამოუკიდებლად მილიტარიზებული ცივი ომის შემდეგ. ამიტომაც გასაგებია მათი მხრიდან ეს დამოუკიდებლობა. ახლა წარმოუდგენელი იქნებოდა ევროპის მხრიდან ძალიან ღიად დაპირისპირება ევროპას ამერიკასთან, მაგრამ ის უკვე ითქვა, რომ ეს კაპიტულაცია, ეს არ არის ხელშეკრულება, რომელზეც ხელის მოწერა შეიძლება, ეს უკვე ითქვა, რომ ეს კაპიტულაციაა და ეს არ არის გეგმა, რომელიც მშვიდობას მოიტანს. ეს არის გეგმა, რომელიც რუსეთს მისცემს დროს, რომლის შედეგად ის აუცილებლად განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე, ეს ერთი და მეორე ის აუცილებლად მიმართავს იმას, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის. და ნურავის გონი და ნურავის აკერია პირზე რომ რუსეთს ყველაზე მაგრა ომი გამოსდის არა კონვენციურ ომზე მაქვს საუბარი არამედ რუსეთს ყველაზე მაგრა გამოსდის დივერსია საბოტაჟი და ჰიბრიდული ომი აი ეგ რუსეთს ყველაზე კარგად გამოსდის და მაგით მართლა შეუძლია დასავლური ცივილიზაციის დაშოქება თუ კი მას ექნება თავისუფალი დრო და არჩევანი მით უმეტეს რომ რუსეთი ახლა არის მომართული სწორედ ამ ასპარეზზე და რუსეთს შეუძლია ევროპის შიგნით ახლა ჩამოგითვალოთ რამდენი კონფლიქტის უცებ ჰიბრიდული წესებით გაჩაღება და გამძვირვალება მათ შორის ბოსნია ნახმძეზის, კოსოვო ნახმძეზის, ჩვენ ვთით რუმინეთ-უნგრული დაპირისპირების შესახებ, ჩვენ ვთით მოლდოვაში დნესტრისპირეთი გაგაუზია, ჩვენ ვთით რომ რიგაში, სადაც ბალტიისპირეთის ეს თავარი ქვეყანა ლატვიის ხო, ლატვიაზე 10,000-ობით რუსი მოსახლე ცხოვრობს. ამიტომაც ნათელია რომ თუ კი რუსეთს ამის საშუალება მიეცა, ის არა მხოლოდ ბელარუსს თან თქავს და არა მხოლოდ საქართველოს წაუყენებს ულტიმატუმებს ტერიტორიებისა და არა მარტო მის ტერიტორიების შესახებ, არამედ ღიად გადაუის აგრესიაზე ამ რიგი ქვეყნების მიმართებით და შეძლებს დივერსიებითა და ქაოსით ევროპის რეალურ დაჩოქებას, რაც ესმის რომ ძალიან ბევრი პრორუსი გუნდა, მაგრამ ეგ ევროპასაც ძალიან კარგად ესმის. რა უნდა მოიმოქმედოს ამ სიტუაციაში აი ზელენსკიმ და უკრაინამ მაგალითად აი როგორც ახლა მე წავიკითხე როიტერის განცხადება უფროსურად ინფორმაცია ზელენსკიზე დიდი ზეწოლაა ემუქრებიან რომ სადაზვერო ინფორმაციას არ მოგაწვდით ემუქრებიან რომ იარაღს აღარ მოგაწვდით პლუს აქ ფრონტის ხაზზე პესკოვმა თქვა რომ ზელენსკის არ აქვს დიდი არჩევანის საშუალება შევიწროვდა, იმიტომ რომ ჩვენ ფრონტის ხაზზე წარმატებებს გამოვცეთ, იქ პაკროვსკი ავიღეთ, ასე შემდეგ და შესაბამისად, არ არის მარტივი არჩევანის წინაშე არ დგას, ასე ვთქვათ, ზელენსკი. ხო, რუსები იმასაც ამბობენ, რომ გერასიმოვმა აღნიშნა, რომ მან დაიკავა კუპიანსკი, არა და კარგად ჩანს რომ კუპიანსკის ცენტრი ისე უკრაინელთა ხელშია და მის ბრძოლა მიმდინარეობს. რუსები ამბობენ, რომ პოკროვსკი დაიკავეს და მხოლოდ ერთადერთი კადრი რაც გაავრცელეს, პოკროვსკის სამხრეთ უბნის შესასვლელი უკავიათ მათ. ამიტომაც რეალურად ისინი რასაც ამბობენ, ერთი არის რაც ამბობენ და რა არის რეალურად ფრონტის ხაზზე. ფრონტის ხაზი არის ის, რომ პოკროვსკი იგივე ქალაქის 100,000 კაციც არ იყო 100,000 ადამიანიც არ ცხოვრობდა ომამდე და რუსეთმა უკვე ეს ამერიკის დაზვერვის მონაცემზე დაყრდნობით რუსეთმა უკვე 120,000 კაცი დაკარგა პოკროვსკისათვის და კვირის განმავლობაში კარგავს 7,000 ეს თავად ამერიკის სახელმწიფოს სამდივნო მარკო რუბიომ დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა კვირაში კარგავს 7,000 ადამიანს ამიტომაც რა წარმატებაზეა საუბარი აქ მართლა პოკროვსკით კი არ განისაზღვრება მთელი უკრაინის ამბავი ერთმა როდესაც ბრიტანელმა გენერალმა თქვა რომ მართლა ლოგოკინიას რომ დაეწყო მოძრაობა 2022 წლის თებერვალში დღეს პოლონეთის დედაქალაქამდე იქნებოდა მისულიო შეხედეთ რა მე-4 წელი ხალხო საბჭოთა კავშირმა 4 წელიწადში ნაცისტური გერმანია დაამარცხა კი დასავლეთის დახმარებით მაგრამ დაამარცხა ხო დღეს 4 წელია და უკრაინის ისევ აღმოსავლეთით მიმდინარეობს დონეცკის ოლქი ვერ აუღია რუსეთს ანუ ჩვენ თუ ლაპარაკობთ რომ პოკროვსკი დაეცემა და მირნოჰრაჰი დაეცემა კი უეჭვენ მაღალი ალბათობით ამ ქალაქებს ვერ შეინარჩუნებს უკრაინა მაგრამ ეგ აი უკრაინის ომის დამთავრებას არ დიშტავს რუსები ომის დასაწყისში კიევის გარეუბნებში იყვნენ ხომ ისულები ესო ჩვენ ბახსოს დარნიცას რაიონში შეტაკებები მიმდინარეობდა თავს ხარ ობოლონის რაიონამდე მიაღწიეს მაგრამ ეს რამე შეცვა ომი მოიგო ომი დამთავრდა ამიტომაც ეს პესკოვის განცხადება ახლა რა თქმა უნდა ლოგიკურია რომ ასე იქნება მაგრამ მოდი ესე შევხედოთ რა სულ რომ ზელენსკიმ რაც გამორიცხულია გეტყვით რომ ამას ვერავინ ხელს ვერ მოაწერს უკრაინიდან მაგრამ რომ გადაწყვიტოს ხელის მოწერა მაღალი ალბათობით პრეზიდენტი ვეღართ არჩევდა იმიტომ რომ ხალხი ამას ხარს არ დაუჭერს
სამხედრო ძალები, სამხედრო ოფიცრობა, რომელიც უკრაინაში სამწუხარო ფაქტს გეუბნებით, ახლა რაც გეუბნებით, მაგრამ უკრაინაში საშუალო რანგის, საშუალო და საშუალო მაღალი რანგის ოფიცრობა უფრო პროფესიონალი და შესაბამისად უფრო კაცრია, ვიდრე მაღალი რანგის ოფიცრობა, ძალიან მაღალი რანგის ოფიცრობა, მაგრამ იმდენად კაცრია, რომ ისინი ამ ბრძანებას არ შეასრულებენ. ზელენსკი კი არა. სურო ეს რომელიმე უკრაინელი მაზეპა ჰეტმანი ადგეს და თქვას რომ აი მაზეპამ რო თქვას რომ აი ზაპოროჟიეს სეჩის მთავარი ლიდერი იყო რომ ხელი მოაწერეთო იმასაც არ შეიძლება ეს არ არის შვიდობის ხელშეკრულება სწორედ უნდა გავიგოთ ჩვენ ეს არის კაპიტულაცია კაპიტულაციას ხელის მოწერის ნებისმიერი მცდელობა იქნება სახელმწიფო ხალხად ხალხს რაც ამბობენ ხალხს უნდა მშვიდობა უკრაინაში მაგრამ ეს მშვიდობა არ არის მეორე ეს არის ის გადავადებული უკრაინის სიკვდილის ქრონიკა, რაც შემდგომ მოიტანს შიდა ქაოსს, დაპირისპირებას და შემდგომ რუსეთისგან აგრესიის გაგრძელებას და მოდი ერთის ვთქვათ. ამ შეთანხმების მიხედვით, შეთანხმების მუხლობრივი მიხედვით, რომელსაც უკრაინა ხელს არ მოაწყობს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შეთანხმების წერია ეგეთი რაღაცა, რომ დამუსტავი რაღაც წერია, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტსო მდგრად აწარმოებს მდგრად შეტევასო უკრაინასეო მაშინო დასავლეთმაო შეიძლებაო წერია ეს გარკვეული შეიძლება წერია ეს may include ინგლისურად ესე წერია ამ შეთანხმებაში რა შემოხმებში შეიძლება მიმართოს უსაფრთხოების დახმარების ღონისძიებებსო დიპლომატიურ ღონისძიებებსო და სამხედრო დახმარებასო უკრაინისთან მიო ანუ ის გარანტია არ გამოდის რა გარანტიაა რომ პოლონეთში 15-ები განაგო ეხლა ჩეულებ ან როგორც 15 ნებისმიერ ძალას ნატოს აკეთებს მაგრამ ეგ რა პოლონეთში განთავსება უკრაინის საფრთხოებას არ გულისხმობს შეთანხმების მუხლებში გარკვევით წერია რომ რუსეთი ითხოვს და ამერიკის ხარის წარდგენილია მაგრამ გასაგებია რომ ეს რუსული ინტერესების ვითკოფი არ წარმოადგენს მაინც და მაინც ამერიკას ეს მოგვესმოდეს ხო ის მაინც და მაინც ობიექტური მსაჯული არ არის მისი წარმომავლობას უჩახედავთ ვითკოფი წარმოშობით რუსიც არის ამიტომაც ელემენტალ Google-ის search-ი გამოიყენოს ნებისმიერ მომსმენელმა თუ ჩემი არ შეერა შესაბამისად რამ შეთანხმებაში რაც გარკვევით წერია ეს არის რომ უკრაინას არ უნდა კონდეს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ძალის განთავსების უფლება ანუ ჯარი უნდა გაანახევროს ნატოში არ უნდა შევიდეს და ნუ ტერიტორიები უნდა დათმოს რაც ნუ მართლა ეხა ეგ არ არის ყველაფერი კიდევ ერთი საინტერესო საკითხია მაგრამ რაღაც ნაწილია კი მართალია მაგ ყველაფრის რა მაგრამ ამ დათმობების გარდა კიდევ ერთი რაღაცა თუ კი უკრაინამ მიიტანა იერიში თუნდაც საკუთარ დე-იურე ტერიტორიაზე რუსულ პოზიციებზე ამ შემთხვევაში მას ყველა გარანტია გარკება და რუსეთი რომელიც არის ჯადოქარი მართლა ამ დეზინფორმაციისა და ცრუ ეგ ეწოდებული ესე თქვა ყალბი დროშის ყალბი რაც კა ფელს ფლეგ დასაც ეწოდება ხო ყალბი დროშის ოპერაციების როდესაც თავს გაჩვენებთ თვითონ თერი დამესხაო რა უნდა რუსეთს შეუძლია დაბომბოს ნებისმიერი ქალაქი და თქოს რომ ხო უკრაინამ დაბომბა რა ესეთ რამე არ გაუკეთებია და საკუთარი სახლები არ აუფეთქებია პუტინს მოსკოვში და რიაზანში ჩეჩნეთის ომის წინ თუ რა რა ეგ ცნობილი ფაქტია მაგის გამო არ მოკლეს ლიტვინენკო რომელმაც ეგ თავად გაიტანა ეგ ინფორმაცია რუსმა აგენტმა რომელმაც თქვა რომ ხო და რიაზანში უშიშროების აგენტები არ დაიჭირეს თავად რომლებიც საკუთარ ხალხს აფეთქებდნენ რომ ერთ ჩეჩნეთში ომი დაეწყო